და წერილი გვაქვს დავალება და ისევ თავიდან გავარჩიოთ. აქ უბრალოდ if და else პირობა გვაქვს. if და else იმას ნიშნავს, რომ თუ if-ი არის თუ ეს პირობა სრულდება, მაშინ ეს შეასრულე. ხოლო თუ ეს პირობა არ სრულდება, სხვა შემთხვევაში ეს else ნიშნავს, სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ეს პირობა არ არის ჭეშმარიტი, ყველა სხვა შემთხვევაში შეასრულე ეს. ანუ იგივე ახლა რაც წინა დავალებაზე, ესე იგი ცვლადი გვაქვს შექმნილი, რომელიც true-ს უდრის, დაიბეჭდა ეს ტექსტი, რაც ბრჭყალებში გვაქვს ჩასმული პრინტით, ეს ორი ხაზი არის კომენტარი, რასაც პროგრამა არ კითხულობს, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამას. შემდეგ if პირობა გვაქვს, if condition-ი თუ has dog-ი, ანუ თუ has dog-ი არის true, ამას ნიშნავს if has dog უდრის true-ს, ანუ has dog-ი მარტო has dog რომ წერია. თუ has dog-ი არის ჭეშმარიტი, მაგ შემთხვევაში დაიბეჭდოს ეს. თუ has dog-ი არ არის ჭეშმარიტი, მაშინ დაიბეჭდოს ეს, იმიტომ რომ else ამას ნიშნავს ყველა სხვა შემთხვევაში. კარგი, runs დავაჭიროთ, დაიბეჭდა ეს ტექსტი როგორც ხედავთ, დიახ. და შემდეგ დაიბეჭდა ეს, იმიტომ რომ has dog-ი არის აქ true, მაგრამ თუ ამას მე გადავაკეთებ false-ად, მაგ შემთხვევაში დაიბეჭდება უკვე აი ეს ტექსტი და ამას გადაახტება. ანუ ეს ტექსტი დაიბეჭდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ has dog-ი არის ჭეშმარიტი, თუ has dog-ი არ არის ჭეშმარიტი, მაშინ გადაახტება if condition-ში ჩაწერილ პირობას და else-ს, რასაც ეკუთვნის, ის შესრულდება. ამ შემთხვევაში დაიბეჭდება ეს ტექსტი. გადავედით შემდეგ